ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას, რაც შეეხება ვერძები, აქ მოერიდეთ რამულობას, ძველ მტკივნეულ წარსულ საკითხებს, რაც ემოციური და ცოტა უმართავი შესაძლოა გახდეს, ფსიქოლოგიურად იმოქმედოს ამან, აუცილებლად იყავით ფრთხილად დაპირისპირებასთან, კამათთან, უკონტროლო სიტუაციებთან, ფრთხილად იყავით მოლაპარაკებებთან და კომუნიკაციასთან. კუროებისთვის ეს კვირა უფრო ფსიქოლოგიური დაძაბულობის და ცოტა გამაღიზიანებელი შესაძლებელია იყოს. ფრთხილად იყავით იმ პროცესებთან, რომელიც აქამდე აქტიური იყო და ვერ აგვარებდა, რაღაც საკითხების დაგება მოხდეს ამ პერიოდში, შესაძლებელია ეს იყოს რაღაცა საქმიანი თემები, მაგრამ აქ შეიძლება იყოს დაბრკოლებები. საბოლოოდ მაინც თქვენ იუპიტერი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ეს თქვენ და სასიკეთოდ გადაწყვიტოთ, მაგრამ ეცადეთ, რომ ეს პერიოდი უფრო ფრთხილად, უფრო ჰარმონიულად იყოთ საკუთარ თავთან. ტყუპებისთვის შეიძლება იყოს აქ გაღიზიანება, განსაკუთრებით მეგობრებისგან, თანამოაზრებისგან, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ ამ ადამიანებთან, არასწორად არ გამოიყენონ თქვენთან თქვენი საუბრები, კარგია თუ ამ პერიოდში ფრთხილად იქნებით სიტყვებთან, საუბრებთან, რას ისაუბრებთ, ასევე მოერიდეთ სწრაფ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით სამეგობრო წრეში. კითხებები ძალიან ფრთხილად იყავით გადაწყვეტილებებთან, რომელიც შეეხება თქვენს კარიერას, იქნება აქ ცვლილებების ძალიან დიდი სურვილი და მიზნის მიღწევა და ასევე ამბიციურობა. ეს ნამდვილად კარგია, მაგრამ ამ პერიოდში არ გირჩევთ, რადგან აქ ფრთხილად უნდა გადაწყვიტოთ და ყველა ნაბიჯი ფრთხილად უნდა იყოს გათვლილი. დაელოდეთ კარგ პერიოდს და შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ ეს ძალიან კარგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ლომებისთვის ეს კვირა გაანალიზეთ რა გინდათ, რას გინდათ მიაღწიოთ, როგორ აიმაღლოთ თქვენი ავტორიტეტულობა, რა უნდა ისწავლოთ, რა მიიღოთ იმისთვის, რომ გაფართოვდეთ. გაიხედავთ უკან სული შეცდომებისკენ, უმჯობესია იფიქროთ მის გამოსწორებაზე, რაც თქვენს პიროვნულ ზრდას შეეხება, თუ სწავლის კუთხით გეგმავთ გაფართოებას, გქონდეთ ორიენტირება ამაზე, შეეცადეთ ფრთხილად მიიღოთ გადაწყვეტილებები ამ პერიოდში მოგზაურობასთან, ასევე უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებისას. ქალწულებისთვის სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ საკითხებთან, განსაკუთრებით რომელიც ეხება თქვენს ბიზნესს, ბინკოიტებს, ბანკები, სესხები, მიიღებთ აქ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, ასევე მოერიდეთ ექსტრემალურ გადაწყვეტილებებს ურთიერთობებში, შესაძლებელია აქ იყოს შიშები, ნერვოზულობა, ამ პერიოდში ფრთხილად იყავით საკუთარ თავთან, იდანაშაულებთ საკუთარ თავს, რადგან ეს თქვენ ფსიქოლოგიურად ძალიან დაგძაბავთ და ამიტომ ეს პროცესები, ეს პერიოდები გაიარეთ ძალიან ფრთხილად. სასწორებისთვის შეიძლება იყოს პარტნიორულ ურთიერთობებში კრიზისული სიტუაციები. აქ შეიძლება ბალანსის დაცვა, რომ შეძლოთ ურთიერთობების შენარჩუნება და ასევე მიიღეთ რადიკალურ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. იქ შესაძლებელია ეს იყოს საზოგადოებასთან, პარტნიორებთან, პარტნიორები, რომელთანაც თანამშრომლობთ, აქ იყოს გამაღიზიანებული და კრიტიკული მიდგომები. აქ გამოიყენეთ თქვენი დიპლომატიურობა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იდეთ სხვისგან წამოსული ხელის შემშლელ სიტუაციებს თავი. მორიელებისთვის შესაძლოა იმ საკითხების წამოწევა იყოს, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას, თქვენს სამსახურეობრივ თემებს ეხება. აქ შეგიძლიათ გამოასწოროთ თქვენი სამსახურეობრივი საკითხები, სადაც პრობლემური თემები შეიძლება იყოს, მაგრამ აქ მოერიდეთ აუცილებლად დაპირისპირებას და აგრესიას. როცა დაალაგდება უკვე სიტუაცია, შემდეგ შეგიძლიათ იმოქმედოთ, ჯანმრთელობის თემებსაც გადახედეთ, ეცადეთ ფრთხილად ამ პერიოდში თქვენს ყოველდღიურ საკითხებთან, აქ გამაღიზიანებელი სიტუაციები შეიძლება იყოს. თუ გინდათ, რომ ეს პერიოდი კარგად გაიაროთ, ეცადეთ დაალაგოთ თქვენი პრობლემები უფრო ახლო გარემოსთან. მშვილდოსნებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია თქვენთვის, ნაცნობობისთვის, სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. აქ არ არის რეკომენდირებული, რომ დაიწყოთ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა, რადგან შეიძლება იყოს საბედისწერო და ასევე
ძალიან ტოქსიკურიც შეიძლება გამოდგეს და ამან შემდეგში შეიძლება მერე პრობლემები წამოწიოს. ის ახალი სასიყვარულო ურთიერთობების ეს პერიოდი ნამდვილად არ გამოგადგებათ. ზოგ შვილების თემა შეიძლება განხორციელდეს როგორც ორსულობა, თქვენთან ფინანსური შესაძლებლობების გაზრდის ალბათობები ძალიან მაღალია. თხის რქების თქვენ საოჯახო თემებს შეეხება როგორც ოჯახის წევრებს, ასევე უძრავ ქონებას, სახლთან დაკავშირებულ რაღაცა მნიშვნელოვან საკითხებს. აქ შეიძლება იყოს სკანდალები, დაპირისპირება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ან ახლობლებთან მოგიხდეთ სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით კამათი და დაპირისპირება. დიდეთ ამ საკითხს, თუ რამე ტოქსიკური და ხელისშემშლელია თქვენ ცხოვრებაში, ეცადეთ ეს პერიოდი განთავისუფლდეთ ამისგან, რადგან შემდეგში უფრო მყარი და კარგი იყოს ეს პერიოდი თქვენთვის. მერწყულებისთვის პრობლემური შეიძლება იყოს მოლაპარაკებებში. ძალიან მნიშვნელოვანი ამ პერიოდში რა ინფორმაციას იღებს. აქ შეიძლება გაიგოთ რაღაც არასასიამოვნო ინფორმაციები, ან წერილის, ან ზარის კუთხით. აქ შეიძლება იყოს ჭორების ალბათობები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირება და დაძაბულობა. ამიტომ ეცადეთ ეს პერიოდი გაიაროთ თქვენს ძალიან ფრთხილად და უფრო მეტი სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ასევე იყავით ფრთხილად გზებზეც. თევზებისთვის პრობლემური იქნება ის საკითხები, რომელიც თქვენს ფინანსურ საკითხებს შეეხება. იმოქმედეთ ძალიან ფრთხილად, მოერიდეთ ძალიან დიდ ხარჯებს, ასევე ფრთხილად თქვენს ყოველდღიურ საკითხებთან. თუ როგორ დაალაგეთ ამ საკითხებს, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, აკონტროლეთ აუცილებლად თქვენი სურვილები. რა პრიორიტეტები გაქვთ ეხლა სწორედ ამ თემებზე შეგიძლიათ იმუშაოთ იდეის დონეზე, ასევე ყურადღება მიაქციეთ თქვენ ჯანმრთელობას, გადაამოწმეთ ის პრობლემური საკითხები, რომელიც აქტუალური იყო წინა პერიოდებში. წარმატებები ყველას, დიდი მადლობა.